არავითარ შემთხვევაში არ უნდა ელაპარაკა ამ კაცს, ამ ჟღალ კაცს გრენლანდიაზე. გრენლანდია მისი კი არ არის, გრენლანდია დანიისა. რა უფლებით გახავს მას ჯარები გერმანიიდან და დატომ ხახდენს დისლოცირებას ამ ჯარებისა პოლონეთში. უცუდესი კაცი ირანში არ უნდა შესულიყო, ყოველ შემთხვევაში ისრაელისთვის არ უნდა დაეჯერებინა და თუ შედიოდა მაშინ ბოლომდე უნდა გაენადგურებინა. ირანის ისლამური რესპუბლიკა ვერ ანადგურებს, ესე იგი მაინც შეცდა და უნდა აღიაროს. ნახეთ რა ცუდად მოიქცა პალესტინასთან მიმართებაში, თვალი დახუჭა ბევრ რამეზე. შიდა დემოკრატიის კუთხითაც აქვს მას პრობლემები. სულ მუდმივად ვლაპარაკობს ტარიფებზე, ვაჭრობაზე, ისევ ვაჭრობაზე და მერე ისევ ტარიფებზე. ეს ხო არ არის სწორი. ჩინეთს გაურიგდა. ჩინეთს გაურიგდა. ეგ ცუდი კაცი, ჟღალი კაცი, 47 პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა. უცუდესი კაცია. საერთოდ სირცხვილია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რომ არის დონალდ ტრამპი. ძალიან დიდი სირცხვილია. კიდევ რა უკრაინას უნდა დახმარებოდა. უფრო მეტად უნდა ეხმარებოდეს უკრაინას. ეს რა პონტია. ნატოს ზეყიდის იარაღს. ამით ამერიკა სარგებლობს და ეს ნატო კი ვალდებულია გადასცეს უკრაინას. ეს არ უნდა გაეკეთებინა, პირდაპირ უნდა მიეცა იარაღი. ეს ყველაფერი ხომ მოისმინეთ. ახლა მომისმინეთ კიდევ ერთხელ. რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ ობიექტურად თუ სუბიექტურად ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ქვეყანა იყო, ეს ქვეყანა არის და ეს ქვეყანა იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი ქვეყნისა და არა მისი რომელიმე ხელისუფალისა, არც ქართული ოცნების პარტნიორი ყოფილა, არც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პარტნიორი იქნება, კი არა ყოფილა და არც მომავალში იქნება ვინმე პარტნიორი, ვინც არ უნდა მოვიდეს, მაგალითად ლეიბორისტული პარტია. ან საერთოდაც ეს პარტია რო შეიქმნას, ამერიკა უპირველეს ყოვლისა და შევიდეს ყველა ვისაც ამერიკა უყვარს, ყველა გაერთიანდეს. აი იმათი პარტნიორიც კი არ იქნება შეერთებული შტატები, იქნება ქვეყნის ანუ საზოგადოების და ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი დე იურე გარანტი, ეს ერთი არაღიარების პოლიტიკას თუ ვინმე გააგრძელებს და ბევრი გააგრძელებს ასაკული, მაგრამ პირველთა შორის იქნება შეერთებული შტატები, ანუ არამც და არამც რუსეთს არ დაუტოვებს. შეერთებული შტატები რუსეთის მიერვე ოკუპირებულ ჩვენს ტერიტორიებს არ გადასცემს, რაც არ უნდა მოხდეს რა. ცუდი პრეზიდენტიც არ უნდა მოვიდეს. ტრამპზე 457 ჯერ უკეთესი, ტრამპზე 599 ჯერ უარესი. აი მომავალი ადმინისტრაციის კი არა მომავალი თეთრი სახლის მასპინძელი ვინც იქნება შეიმოსაზრებით, მაინც რუბიო იმედი მაქვს და არა ჯეიდი ვენსი, მაგრამ ჯეიდი ვენსიც რომ იყოს, ან ჯეიდი ვენსი ხომ არ მოგწონს მოსწონს ბევრს. ჯეიდი ვენსზე 857 ჯერ უარესიც რომ მოვიდეს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, იქნება საქართველოს პარტნიორი. მე მაგალითად ძალიან არ მომწონდა პრეზიდენტი ბაიდენი. მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან არასწორად იმოქმედა სწორედ უკრაინის კონტექსტში, უკრაინის საკითხზე 61 მილიარდი დოლარი რომ ვერ გამოყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 8, 10, 12 თვის მანძილზე განმავლობაში, ამაში ლომის წვლილი თუ წილი არის პრეზიდენტი ბაიდენისა, რომელიც უნიათო იყო, უფხო იყო. საერთოდაც მიმაჩნია რომ დემოკრატები არასწორად მართავდნენ, მათ შორის უკრაინის კონტექსტთან მიმართებაშიც არასწორი რეაქციები ჰქონდათ. ბევრს მიაჩნია რომ ტრამპი უარესია, ბევრს მიაჩნია რომ ბაიდენი უარესია. ყველა თანხმდება მგონი იმაზე რომ კამალა ჰარისი რომ მოსულიყო ხელისუფლებაში, ღმერთმა დაგვიფარა. მე ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ, ბევრი არ ცოტა არ დამეთანხმება. მგონი ალბათ მაინც არ დამეთანხმებიან, ამიტომ ყველა ვერ ვთანხმდებით შესაძლოა, მაგრამ მაინც კამალა ჰარისი რომ მოსულიყო 47 ლიდერად შეერთებული შტატებისა, ის კიდევ უფრო უარესი იქნებოდა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები იყო, ამერიკის შეერთებული შტატები არის, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ჩვენი ქვეყნის ხაზგასმით ვამბობ კიდევ ერთხელ მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ყოველთვის. ამასთან ესეც კარგად უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი იქნება ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას და ხალხს დაუჭერს მხარს და არა ქართულ ოცნებაზე უარესი თუ ვინმე შეიძლება რომ წარმოვიდგინოთ, აი მართლა რუსები, ხიად რუსები, აი შკრილნიკოვები რომ მოვიდნენ, პუტინი რო გახდეს პარტიის თავმჯდომარე თუ რაღაც პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყნისა, გუბერნიას გარდაქმნილისა,
უკვე იმ ხანად პირდაპირ მნიშვნელობით გუბერნიად, ეხლაც გუბერნია ვართ ერთგვარად, მაგრამ მაინც იმას არ დაუჭერს მხარს, მაგრამ იმ ქვეყანას კი დაუჭერს მხარს, ვინც იბრძვის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა არის, იმიტომ რომ ვინც იბრძვის და ქართული ხალხი იბრძვის, იმიტომ რომ 450 კი არა 550 დღეა ქართული ხალხი არის კუჩაში და ამერიკის შეერთებული შტატებიდან აკვირდებიან ჭოგრით თუ მონიტორინგით კი არა დურბინით და მონიტორინგს აწარმოებენ აკვირდებიან ქართულ ხალხს, ქართული ხალხის ქმედებას და ხვდებიან რომ ეს ხალხი არის შეუპუებელი, შეურიგებელი, ებრძვის ამ რუსულ ოცნებას და ასე შემდეგ. პერიოდულად შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან ჩვენ გვსტუმრობენ. მე მესმის რომ არ ჩამოსულა რუბიო, ის ერთხელ თუ ორჯერ ესაუბრა, ერთხელ ესაუბრა ირაკლი კობახიძეს, ერთხელ გადაეკვეთა თუ არ ვცდები იმავე კობახიძეს ან ბოჭორიშვილს ან ორივეს ერთად თუ ყაველაშვილს მნიშვნელობა არ აქვს, ერთი სახე აქვს სამივეს და მთლიან ქართულ ოცნებას ერთი რუსული სახე აქვს. ერთხელ კობახიძეს ესაუბრა, ერთხელ ყაველაშვილს გადაეკვეთა, ყაველაშვილს ხელი არ აუწია, მაგრამ ოკეი, ჩავთვალოთ რომ აუწია პრეზიდენტმა ტრამპმა. შეერთებული შტატებიდან ჩვენ გვსტუმრობენ ხოლმე, მოდი ასე ვიტყვი, არა მთავარი წარმომადგენლები სახელმწიფო დეპარტამენტისა, მაგრამ ვინც ჩამოდის, ამაზეც მადლობლები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ მე რო ვიყო შეერთებული შტატების სათავეში ხელმძღვანელობაში, ამათ საერთოდ არ დაველაპარაკე, იმეთქი ამას თუ ვიტყვი, ეს არასწორი იქნება თუ არ დაელაპარაკები ამათ, მაგრამ ამას თუ ვიტყვი, ეს არ იქნება გასაკვირი. ხო და ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ზუსტად მაშინ, როდესაც სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ერევანში იყო და იქ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს მოაწერა ხელი სომხეთთან, ზუსტად მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა გაუგზავნა წერილი პრემიერ ფაშინიანს და უთხრა, რომ ჩვენო სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ღიად გიჭერთ მხარსო, აქ ჩამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია. ისინი შეხვდნენ ხელისუფლებად წოდებულ ჯგუფს, ქართულ ოცნებას, კობახიძეს მათ შორის. ისინი შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ისედაც ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, კიდევ ერთხელ ჩახვდნენ, კიდევ ერთხელ გაიგეს რა მდგომარეობა არის ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში, რომელშიც მათ უზარმაზარი ფინანსური ინვესტიცია აქვს შეერთებულ შტატებს განხორციელებული წლების ათწლეულების განმავლობაში და ადამიანური, ანუ არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ემოციური ინვესტიციას, ადამიანური ინვესტიციას მხარდაჭერაც ფულში რო კონვერტირება მოახდინო, მრავალი ასეული მილიარდი დოლარის მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული ქართული სახელმწიფოსთვის და ქართული საზოგადოებისათვის. ერთ-ერთი პირი იყო პიტერ ანდრეოლი. ეხლა ზუსტი თანამდებობის გახსენება გამიჭირდება. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანაშემწის კიდე მოადგილეა, კიდე თანაშემწი. ჩვენთვის პიტერ ანდრეოლი მნიშვნელოვანი პერსონაა, განა არა. მაგრამ რასაკვირველია ეს ის პირია, რომელიც გავბედავ და ვიტყვი, მარკო რუბიოსაც კი არ იშვიათად ხვდება. მას ანადო მოცემულ ეტაპზე ამ ბიზინა ივანიშვილის საქართველოსთან ურთიერთობა ხსენებულმა მარკო რუბიომ, ანუ პრეზიდენტმა ტრამპმა, თეთრმა სახლმა და საერთოდ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ არ ასწიეს დონე პიტერ ანდრეოლიზე მნიშვნელოვანი ფიგურა არ ჩამოდის სამწუხაროდ საქართველოში. ხო და ეს პიტერ ანდრეოლი და სხვები, რომლებიც სტუმრობდნენ საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ იღებენ ამგვარ გადაწყვეტილებას, რომ იმასთან დაკავშირებით, რაც ისაუბრეს მათ საქართველოში, უზარმაზარი არ ვიცი ამდენად სწორი სიტყვა, მაგრამ ვრცელი პოზიცია დააფიქსირონ, წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც მეტნაკლებად დიპლომატიურად, მაგრამ თუ დამუკვირდებით და ვეცდებით სიტყვასა და სიტყვას შორის რაც იგულისხმებოდა იმ შინაარსის გააზრებას, თუ დავაკვირდებით, ძალიან მნიშვნელოვანი წერილი დაწერეს მათ და გამოაგზავნეს და გამოაქვეყნეს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა. ადრესატი ყველაა, მაგრამ რასაკვირველია, პირველ ყოვლისა არის ადრესატი დე ფაქტო მმართველობა ქართული ოცნებისა, რომელიც ეფექტურ კონტროლს არ ხორციელებს. საქართველოს 3/4-ზე კი 4/5-ზე, ანუ 80%-ზე, 20%-ს უბრალოდ ვერ ვაკონტროლებთ, ვაღიარებთ. ეს არის გაგრძელება ერთგვარად იმ ხაზისა, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველთვის ამბობდა ხოლმე ბოლო პერიოდია განსაკუთრებით ჩვენთან მიმართებაში. კერძოდ ქართულმა მხარებამ, ოცნებამ
იმისათვის რომ გადაიწვიოს ურთიერთობები ჩვენ შორის შესანიშნავად იცის რა უნდა გააკეთოს ამ წერილში რომელსაც საბაბისი პირები აწერენ ხელს განმარტებულია და ის განმარტავ რა უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ და რაღაცა განმარტებულია მე ხლა თავიდან ბოლომდე ჩაგიკითხავთ ამ წერილს გამოგზავნილ შეერთებული შტატებიდან მიღებულს თბილისში შეერთებული შტატების საელჩოს მიერ და გამოქვეყნებულს რომ შეერთებული შტატების საელჩოს მიერ და ნახეთ რას წერს ეს დელეგაცია ორი ძირითადი პუნქტია და ორივე ძირითად პუნქტს აბზაც ყველა სიტყვას გაგაცნობთ 25-28 მაისს საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის სტუმრად ყოფა დელეგაციამ შემდეგი განცხადებები გაავრცელა. შეხვედრა საქართველოს მთავრობასთან. 25-28 მაისს თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ვიცე-პრემიერებს ბოჭორიშვილს, მდიდარაძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სამომავლო გზის განსახილველად. ესენი ხომ სულ ამბობენ, რომ მოდი გადავტვირთოთ. ამერიკელებიც უპასუხეს, ოკეი, გინდათ გადატვირთვა. ეხლა ნახეთ. ეხლა მომისმინეთ, ეხლა მოგვისმინეთ. ჩვენი პოზიცია არის ამგვარი, რაღაც აქამდე ვერ გაიგეთ. ახლა გიღეჭავთ, განგიმარტავთ. ამას ამბობს ლაჟვარდოვან ოკეან გაღმა არსებული ქვეყნის მნიშვნელოვანი დელეგაციის ლიდერები თუ დელეგაციის წარმომადგენლები ამბობენ ამას. გასაგონად თბილისისა, რომელიც მაინც ვერ გაიგებს შეიმოსაზრებით, მაგრამ რაღაცა ვერ გაიგებს, გავუშიფროთ, განვუმარტოთ, რას გულისხმობენ და დაველოდოთ მათ რეაქციას. მე მგონია, რომ რაღაცა რეაქცია პოზიტიური სწორი არ ექნებათ, მაგრამ ვინც ის და იქნება ვწდები კიდეც. აქ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებია დასმული, გაკეთებული. დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა, რომ მზად არის ტრამპი. ოკეი, ტრამპი მზად არის იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობასთან კონსტრუქციული მომავალზე ორიენტირებული ურთიერთობა ჰქონდეს. და მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობაში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ტიპის დაწყების შესახებ გაუზიარა ამის თაობაზეც. ანუ ორმხრივი ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემა, დიალოგზე დაფუძნება, ანუ ვილაპარაკოთ, არ არის პრობლემა. ვაშინგტონი ეუბნება თბილისს, რომელსაც რეალურად კობახიძე არ მართავს, საქართველოს, რომელსაც რეალურად კობახიძე არ მართავს, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ვერ შეხვდებოდა. ბიზინა ივანიშვილს არც გარისკავდა მასთან შეხვედრას, იმიტომ აქვს წარე გამოცდილება, როგორ არ მიიღო ბიზინა ივანიშვილმა უკვე მეოთხე თუ მეხუთე ხსენებული მარკო რუბიოს წერილი. მხარეებმა განიხილეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შესაძლო თანხმედრის სფეროები. კარგად განმარტავ, ხო ხტებით? ანუ რაში შეიძლება გადავიკვეთოთ, რაში შეიძლება გქონდეს საერთო ინტერესი. მათ შორის ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება. თქვენს იცავთ სუვერენიტეტს, ჩვენს ვიცავთ თქვენს სუვერენიტეტს, ჩვენ გვაქვს საერთო ერთგულება. აქ არის შემდეგი პუნქტი. მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა, ესე წერია. მეც არ გადავუხვრევ თქვენის ნებართვით და თარგმანს შევოგთავაზებთ გავრცელებულს მაღალი ალბათობის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ, ანუ იმას, რასაც შეერთებული შტატები აღწევს. შტატები ხას უსვამს, შტატების მთავრობა აღწევს. ეხლა რა იგულისხმება მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობაში? ანუ თქვენ უნდა იყოთ შეძლოთ ამ მავნე გარე გავლენებისაგან განთავისუფლება, ან წინააღმდეგობის გაწევა, მედეგობა. თქვენ უნდა შეგეძლოთ, ისე უნდა იყოს ეროვნული უსაფრთხოება მოწყობილი თქვენი ქვეყნისა. ჩვენ ამაში მოგეხმარებით. თუ თქვენი ნება იქნება, რომ თქვენ ამ ჰიბრიდულ შეტევებს, რომელსაც რუსეთი არ ხორციელებს ყოველწამიერ რეჟიმში, ამას შეუპირისპირდეთ, არ დანებდეთ, წინააღმდეგობა გაუწიოთ. ინსტიტუციების გამაგრებით და გამყარებით რასაკვირველია. თქვენ რასაკეთებთ ამასობაში, ამას არ კითხულობენ, მაგრამ ეს არ გახმიანებული კითხვა თითქოს იკითხება ამ წერილშიც. გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ის ფუნდამენტური ღირებულებები,
რომლებიც ორივე ერს განსაზღვრავს, ანუ ჩვენს გვაქვს სწრაფა თავისუფლებისაკენ, თქვენს გაქვს სწრაფა თავისუფლება, ჩვენ ვართ თავისუფალი სამყარო, თქვენს სამყაროს ლიდერი საერთოდაც, თქვენს თავისუფლებისკენ ისწრაფვით, ეს არის ფუნდამენტური ღირებულებები და ერებს განსაზღვრავს. ერის იდენტობის მაჩვენებელია ეს. ეს თანხმდება ქმნის მყარსაფუძველს უფრო ღრმა პარტიორობისაკენ წინსვლისთვის. შეერთებული შტატების დელეგაციამ ხაზი გაუსვა ჩვენს ინტერესს, ანუ მათ ინტერესს საქართველოს და კომერციული თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით. ანუ შეერთებული შტატების დელეგაცია ამბობს იმას, რომ თქვენს ინტერესს ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ კომერციული თანამშრომლობის გაფართოება გინდათ, მათ შორის ამერიკული საქონლისა და ინვესტიციებისთვის უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გარღვევებას. ამას გაუსვა ხაზი. ახლა ეს პირდაპირ მინიშნება ანაკლიაზე. თქვენ გააგდეთ მინიმუმ 1 რეალურად 2 და ვინც ის 3 ამერიკული კომპანია, 3 არსებული, ეს არის კონტიჯ გრუპი, ეს არის SSA მარინი, რომლებიც ანაკლიაში მონაწილეობდნენ. ჩვენ გვეუბნებით, თქვენვე ამბობთ, ანუ ქართული დელეგაცია, საქართველოს მხარე, ქართული ოცნება ამბობს, რომ გინდათ ინვესტიციები. და ამაზე ვილაპარაკოთ, პრობლემა არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში აგვიხსენით, რატომ გააგდეთ ეს ამერიკელები? რატომ ჩაშალეთ ამერიკის შეერთებული შტატებთან ამგვარი ურთიერთობები? და ხაზი გაახა და ასპარეზი მიეცით ბოროტების ღერძებიდან, ანუ ირანიდან შეერთებული შტატების ძირითადი მოწინააღმდეგე ვინც არის რუსეთიდან ინვესტიციებს, ჩინეთიდან ინვესტიციებს. რატო აუნთეთ მწვანე შუქი? ამაზეა ეს მინიშნება. უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გარღვევასთან დაკავშირებით ისაუბრეს. მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისათვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი. უწყვეტი პროგრესი რას ნიშნავს? ანუ ეხლა დავიწყეთ და პროგრესი არის უწყვეტი, სულ ხდება. სულ არის დინამიკა, არის აღმავალი. დავიწყეთ რეფორმები, დავიწყეთ მოქმედებები. პროცესი უნდა იყოს უწყვეტი. არ შეიძლება რომ ამ პროცესში იყოს სპეისები, ჩავარდნები. პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს. ანუ საქართველოს თუ გვინდა, თუ გინდათ ქართულ მხარეს, რომ სანდო პარტნიორი ერქვა საქართველოს, კონდეთ უწყვეტი პროგრესი, მათ შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაში. ანუ ესე არ უნდა იყოს, რომ დღეს შემოიყვანეთ ამერიკელები და ხვალ გააგდეთ. იმ ანაკლიის სპორტში სხვათაშორის შემოდიოდა კიდევ ერთი ამერიკული კომპანია, 2 ხო ვახსენე. ერთი მენეჯმენტში ვინც იყო SSA მარინი და ერთი დამფუძნებელი იყო კონტი გრუპი. შემოდიოდა ცერბერუსი და ცერბერუსიდან ბუნებრივია შეერთებული შტატების ნებისმიერ ადმინისტრაციას აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, როგორ არ შემოუშვა ქართულმა ოცნებამ ეს უმსხვილესი ამერიკული კომპანია. უწყვეტი პროგრესი, ანუ ცერბერუსი თუ შემოგყავთ, ცერბერუსს აღარ აგდებთ. კონტი ჯგუფი თუ შემოგყავთ, კონტის აღარ აგდებთ. და თქვენ არასანდოები ხართ, იმიტომ რომ ორშაბათობით სხვა პოზიციაზე ხართ, სამშაბათობით სხვა პოზიციაზე პირობით. ცხადია, ბიზნა ივანიშვილი ერთ ამბავს გადააგორებს და მე ავიწყდება საკუთარივე პირობები, არის კიდალა. ეს იკითხება სიტყვასა და სიტყვას, ტექსტსა და ტექსტს შორის, არ გენდობით. მაგრამ რაღა გინდათ უნდა გველაპარაკოთ, რა გელაპარაკოთ ხო? გელაპარაკებით და კიდევ ერთხელ გამგიმართავთ ჩვენს პოზიციას. მათ შორის ამერიკული ბიზნესისათვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით. ესე იგი ამერიკული ბიზნესი, მე გეტყვით, რომ აქ არის 2 ან 3 ამერიკული კომპანია. მათ შორის ერთი ბათუმში ოპერირებს, მათ შორის სხვა კონგრესმენები უჭერდნენ მას ხარს. აქ არის სხვა კომპანიებიც, ამერიკულები, მაგრამ მეტია საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს მოსხდეს საერთაშორისო ეკონომიკურად რუსულ სივრცეს. და ბიზნეს გარემო უნდა იყოს ხელსაყრელი სწორედ ამერიკელი ინვესტორებისათვის. და შიდა პოლიტიკური კლიმატის გარეშე და ოპოზიციის ჩართულობის გარეშე ამ პროცესში, ეს ამახვილებს ყურადღებას ეს დელეგაცია, ეს არ გამოვა, ანუ ეს უსწრული უნდა ამოივსოს. და ქართული ოცნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს უსწრული ამოივსოს. მეტი რანაირად განმარტონ ამერიკელებმა, ან როგორ განმარტო მე. ეხლა მნიშვნელოვანია რა სიტყვის ვოლსკი, არა ვოლსკი მეხუთე ხარისხოვანია ცხადი, რა სიტყვის კობახიძე, რა დავალებას მიიღებს პაპუაშვილი FSB-დან და ბიზნა ივანიშვილიდან. ისე ვილაპარაკებს, რომ აი ჩვენი თავი ჩვენადმე გვეყუდნის ამ
გაჭეჭყილ ფრაზას ასე ვიტყვი სრულიად უკონტექსტოდ წარმოთქვამს თუ არა ილიას ამ სიტყვებს პაპუაშვილი ფსბ-შნიკი თუ იტყვის რომ პრინციპში ეს იყო ძალიან სწორი შეხვედრა მადლობა რომ გააფცილეს ეს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ეს რაღაც ნეიტრალური განცხადება იქნება გაკეთებული თუ ადამიანი გადადგამს თუ არა კობახიძის მთავრობა ამერიკისკენ მართლა რეალურ ნაბიჯებს არაპირებენ მე შემთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ მაგრამ თქვა იმისა რაც გვეუბნება ამერიკა გარდაუვალოდ აუცილებელი მგონია დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები რომელთა გადადგმას საქართველოს მთავრობას შეუძლია ანუ კონკრეტული სამოქმედო გეგმა მისცეს როუდმეპი მისცეს საგზაო რუკა რომელთა გადადგმას მთავრობას შეუძლია უკვე ახლა და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში მეტი რანაირად უნდა თქვა აი თქვენ სამოქმედო გეგმა პირველი მეორე უხეშად ხო მე7 მე9 მე15 47 რაღაც ნაბიჯები რომლებიც უნდა გადადგათ გადადგამთ იქნება სტაბილური ურთიერთობა არ გადადგამთ იქნებით ასე მდგომარეობაში და ისევ დაიწყებთ რასაკვირველია პიარსობთ ათახართ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადაიწვირთოს ურთიერთობები თუ ზათახართ ახლა თქვენ 40 უხეშად ცხადია ხო რაღაც 30 თინაბიჯი თქვენი რომელიც უნდა გადადგას საქართველოს მთავრობა შეერთებული შტატები ელის საქართველოსთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისათვის რომელიც ორივე მხარისთვის ხელშესახებ სარგებელს მოიტანს ორივე მხარეს ორივე ქვეყანას და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს ეს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალი რა არის იცით აი მაგალითად იცით თქვენ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზა ვისაც არ აქვს ისინი ვერ გაემგზავრებიან ვიზას ვერ მიიღებენ მანამ ყოველ შემთხვევაში სანამ $15,000 არ ექნებათ გაყინულ მდგომარეობაში ანუ მე არ მაქვს ვიზა გულახდილად გეტყვით მიუხედავად იმისა რომ რამდენიმეჯერ ვარ მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწვევითაც ნამყოფი ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგრამ მოკლე ვადიანი ვიზები იყო იმ ხანად როცა მე შეერთებულ შტატებში მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწვევითაც ვიყოფებოდი ორჯერ ვიყოფებოდი ამ ფორმატით და მე არ მაქვს ვიზა მოცემული ეტაპზე $15,000 არ მაქვს რომ დავდო მით უმეტეს არ მაქვს რომ გავყინო ეს $15,000 ეს ორმხრივი ურთიერთობები და ამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალი არის ამ რეგულაციის მოხსნა პირდაპირ ფრენების დანიშნა შესაძლოდ უვიზო რეჟიმის საერთოდაც როგორც ადეკვატური უნდა იყოს საქართველოს მთავრობა და ის რაზე საუბარი ან რაც იგულისხმება რაც უთხრეს კობახიძის ანუ ივანიშვილს ეს ყველაფერი უნდა შეასრულოს აპირებენ შესრულებას არა რაღაცა არ აპირებენ რომ იცოდეთ ამერიკაში ვერ მიდიხართ ვერცერთი თქვენგან ვისაც არ აქვს გაყინულ მდგომარეობაში ვისაც შეუძლია გაყინოთ $15,000 თუ გაქვთ საერთოდ ეს $15,000 აი რომ არ დაგჭირდეთ $15,000 და შეგეძლოთ პირდაპირ აღება ბილეთისა ტელეფონის საშუალებით და გადაფრენა $700-800 ხო ორივე გზა ამგვარ ბილეთსაც აი რუვიზო რეჟიმი რო იყოს ხვალმე ერთად გავფრინდებოდით უტრიდებ შესაძლოა მაინც და მაინც ხვალ და მაინც და მაინც ერთად არა მაგრამ მაინც უკვე შემდგომ ამავე განცხადების ნაწილი თუ მეორე განცხადების ნაწილია შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეერთებული შტატების დელეგაციამ სიღრმისეული აი მთავრობასთან იმართებაში სიტყვა სიღრმისეული არ ხმარობს მთავრობის შეერთებული შტატების დელეგაცია რომელიც ამ განცხადებას ავრცელებს სიღრმისეული საუბრები გამართა საქართველოს ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან მათ შორის ნაციონალური მოძრაობის კოალიციას ცვლილებებისათვის ანუ გვარამია ძლიერი საქართველოს ლელოს ხაზარაძე ჯგუფი და პარტია გახარია საქართველოს წარმომადგენლები დელეგაცია მოისმინა შეშფოთება ოპოზიციური პარტიების მიმართ მოპყრობის შესახებ 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმისა და არსებული პოლიტიკური გარემოს შესახებ რა არის ეს საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების გაუქმება პრაქტიკულად ყველა ხსენებულ პარტიას გონი გახარიას გარდა მაგრამ რა მნიშვნელობა გახარიასაც მიაუქმებენ თუ დასჭირდა რა თუ მოინდომეს კონკრეტულად გაუქმებას აპირებს და პარტიები ამაზე ესაუბრდნენ და ეს არის პარტიები არიან შეშფოთებული და შეერთებული შტატებისთვის ეს კიდევ ერთი წითელი ხაზია საერთოდ ჩვენ გვაქვს არასწორი სტერეოტიპი იმის თაობაზე რომ ადამიანის უფლებებზე არ ელაპარაკება ეს საზიზღარი შხალი ამ საზიზღარი შხალი კაცის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლებას ელაპარაკებიან გაგიკვირდება და ადამიანის უფლებებზეც მათ შორის პატიმრებზეც მათ შორის იმაზე რაც ჩაიდინა 24 წელს ქართულმა რუსულმა ოცნებამ
დელეგაციამ მათ გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში პოზიციის მონაწილეობის თაობაზე. ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩინად, რომლებსაც მას ხმა მისცეს. ეს არის ერთგვარი მინიშნება იმაზე, რომ შეცდომა იყო ვაღიაროთ. არ აღიარება არჩევნების შედეგების უცხოურ პარლამენტში და შესულიყავით მსგავსად გახარიასი, მაგრამ ოპოზიციას ამაზე აქვს დარწმუნებული ვარ სწორი და რელევანტური პასუხი, რომ არჩევნები გაყალბდა პირველი, საკონსტიტუციო გადატრიალება 28 ნოემბერს მოხდა მეორე, ეს ხელისუფლება რუსულია, მესამე, ეს რუსული ხელისუფლება აწესებს რეგულაციებს და იღებს კანონებს, რომლებიც ანტიდასავლურია, ეს მეოთხე. ამ ხელისუფლებას მიხავს საქართველოს რუსეთისაკენ, ეს მეხუთე და თავარია გვაუქმებს და სად უნდა შევიდეთ, როცა გვაუქმებს. თუმცა შეერთებული შტატების პოზიციაც გასაგებია. ასე ერჩივნა, რომ ოპოზიცია შესულიყო, შესაძლოდ ერჩივნა, ეს რაღაც რბილად soft პოლიტიკა ყოფილიყო ამ თვალსაზრისით ოპოზიციისა, ვერ გაუგია ხშირ შემთხვევაში ან რთულად თუ ესმით, ან შეიძლება კარგად ესმით, არ ვიცი, რომ ეს არის რუსული ძაღლი ქართული ოცნების სახით. ამიტომ უფრო მომავალზეა შეიმოსაზრებით გაკეთებული ეს აქცენტი, თუ არჩევნები დაინიშნება, ოპოზიცია თეორიულად ვერ გაიმარჯვებს, თუმცა დარწმუნებულია არიან შეერთებულ შტატებში ალბათ ოპოზიცია გაიმარჯვებს. პოლიტიკური სტაბილურობისა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადი არის სტრატეგიული პარტნიორობისთვის სალტო პარტნიორად აქცევს. პრინციპში იგივეს უმეორებენ ოპოზიციას. შეერთებული შტატები ერთგულია კონსტრუქციული ურთიერთობისა და ყველა სერიოზულ პოლიტიკურ აქტორთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საკუთარი ქვეყნის სტაბილურობით, სუვერენიტეტით და კეთილდღეობით. ეს რაღაც ფორმალური ნაწილია, ან ბოლო აკორდი, ფორმალური აკორდია ამ ვრცელი განცხადებისა. გასაგებია, შხალი ცუდი კაცია ტრამპი. მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციაც კი, რომელიც ცუდი სულაც არ არის, აქვე ვიტყვი პარებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თბილისიდან გავაკრიტიკებთ, თუ არა, მაინც ასეთია როგორიც არის, ისეთია როგორიც არის და თუ თბილისიდან გავაკრიტიკებთ ხოლმე ის არ გახდება უკეთესი და არ გახდება უარესი. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორც ქვეყანას უნდა დავანახოთ ამ ქვეყნის საჭიროება აგრეთვე ქოცების გაშვების და გაშვებაში ხელშეწყობის საჭიროება. უნდა უსაბუთოთ ოპოზიციამ პირველ ყოვლისა, რომ ეს არის კაცობრიობის წინაშე, ან ადამიანების წინაშე, ან ქართველი ხალხის წინაშე დამნაშავე, ან ქართველი ხალხის და წინააღმდეგ წასული რუსული ხელისუფლება, რუსულ-ჩინური ხელისუფლებას მუდმივად ამახვილებს ყურადღებას კონგრესმენი ვილსონი, ასე მაგალითად. რუსულ-ჩინური ირანის ინტერესები დიდია ამ ქვეყანაში და ამერიკის ინტერესები ვერ იქნება თანხმედაში ირანის ინტერესები. ეს ყველაფერი უნდა უთხრათ, რომ ვიცოდეთ მაინც. მაგრამ აქ ნათლად წერია, რომ გინდათ ურთიერთობის გადატვირთვა, ეს უნდა გააკეთოთ. თავარი ადრესატი მაინც არის შეერთებული შტატების თავარი ადრესატი არის მაინც ქართული რუსული ოცნება. გააკეთებს, არ გააკეთებს ჩემი მოსაზრებით. დარჩება არ გაკეთების შემთხვევაში შტატები საქართველოს ქართული საზოგადოების ქართული სახელმწიფოს თავარ პარტნიორად დარჩება. მაგრამ პარტნიორობა ცალმხრივი ვერ იქნება. და თუ ჩვენ გვინდა რომ მართლა თავი დავახციოთ, ორი სივრცე არსებობს, ესე აღვხსნით. ბოროტების სივრცეები, ბოროტების ერთიანი სივრცე, სამი ძირითადი აქტორი, რუსეთი, ჩინეთი, ირანი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, თქვა, შეგვიძლია თქვა ჩრდილოეთ კორეას მიმატებაც აქ და ბელარუსისაც. გასაკვირველია, მაგრამ სამი ძირითადი აქტორი არის ჩვენ სინამდვილეში. რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩინეთი ასე დავალაგებს ქვეყნის ნებართვით. და არსებობს დასავლური სივრცე, რომელიც ერთმანეთთან ხანდახან კონფლიქტში არის განა არა, მაგრამ ორივე ევროპული სივრცეც, ამერიკული სივრცეც, ამერიკაც, ევროპას, ევროკავშირი, ანუ საბოლოო ჯამში ერთიანი არიან საქართველოსთან მიმართებით. სომხეთი არის თვალსაჩინო მაგალითი. იქ ერთმანეთს ასწრებენ პრეზიდენტი მაკრონი და პრეზიდენტი ტრამპი. სომხეთის მხარდაჭერაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. საქართველოს მხარდაჭერაში ერთმანეთს გაეჯიბრებიან ისინი. თუ საქართველო იქნება ადეკვატური, იქნება, გასაკვირველი არ იქნება. ბიზინა ივანიშვილმა მიიღო ნათელი გზავნილი შტატებიდან. ახლა ბურთი ისედაც იყო, მაგრამ ისევ ბიზინა ივანიშვილის მოედანზეა. რას იზამს, გამოჩნდება ხვალ. და როგორც კი დავინახავთ, რომ ირაკლი კობახიძე თუ შალვა პაპუაშვილი მოკლედ ბიზინა ივანიშვილის რუპორები ისევ და კიდევ ერთხელ აკეთებენ ანტიამერიკულ განცხადებებს.
საზაშათილიშვილი როგორც კი გამოხტება და გამოთხრება და იტყვის რომ აგე ხო გეუნებოდით deep state-ი რაღაც მართავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც და ამ პირებსაც რომლებას ეს რაღაც მსგავსი წერილი დაწერეს ალბათ მაინც ამას იზამს რუპორი ივანიშვილისა ზაზაშათილიშვილი ხო როგორც კი ეს მოხდება ისერად მიიღებენ ისინი დინგში ძიმე სიტყვას რომელსაც გააკონტროლებენ იმ სამმართველოს 10 უგვანი თანამშრომლის მეშვეობით მაგრამ საბოლოო ჯამში და აუცილებელია ამ სიმართლის თქმა ამერიკის შეერთებული შტატებს გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად წახვედი ინგა წავიდა ინგა